საღამოშობლისა პატიცუმიტალო მაყურებლებო ეთერშია გადაცემა საუბარი მოწყობილთა. დღეს ჩვენი გადაცემის თემა ბრძანდება ქუთათელ განათელი მეტროპოლიტ დივანი. დაგვრაცეთ. მეცნიერული. თქვენ მოფება დღევანდელი გადაცემა თქვენი ლოცვა კურთხებით დავიწყოთ სახარების განმარტებით. ეს კვირა იყო ორი დიდი მოწამის ხსენება ამ კვირას, რომ თეოდორ სტატილატის და თეოდორ გლის კათოლის საქართველოში დამებულის. სხვადასხვა ცხოვრება, სხვადასხვა წევრები, სხვადასხვა საზოგადოების ეპოქაში, მაგრამ ორივე ქრისტეს მერწმენით და ორივე თავის მსახურებაში ერთგული, მაგრამ პირველში უფლის ერთგული. რწმენის სიმართლის შესწავლით ერთგული. თეოდორ სტატილატი ორთ მხედარ თავარი იმ რეგიონში, ეს იყო რიგითი ჯარისკაცი. და იმ ხარის თავარს უთხრეს, რომ ის ქრისტიანია და იყო ეპოქა ქრისტიანობისა. ხოლო დელი თეოდორე მეფე ვარშავის გიუსაკადის დროს ეს არის სხვა საუკუნე და ფილმს არაფერი განსაკუთრებული მას არ ჩაუდენია გარდა ერთისა. როდესაც მოულოდნელად მტერი შემოესია, გაიგეს, რომ მეფე არის საზაფხულო აგარაკზე და ციხესიმაგრეში და მცირე დაცვით. და იყო საშუალება, რომ მიეგნოს გზა ამ ციხემდე მტრები ალბათ ის აიღებდნენ და მეფეს სიცოცხლე საფრთხეში იყო. ამ შემთხვევაში თეოდორ სტატილატი იცავს რწმენას და რწმენით მოდრობდა თავის ჯარისკაცებს ამით დაიმსახურა რისხვა წარმართი მმართველისგან და მისი რაზმის წევრები ბევრი ეწამა, რომ დაიცვა საწმარება. დელი თეოდორე ჩვეულებრივ თავის სოფელში აღსრულებდა, არაფერი ემუქრებოდა მას და შეიძლება როდესაც ეს ცხოვრების, მაგრამ უფალმა რატომ გამოირჩია? რაღაცა ნიშნით და მოხდა ისე, რომ როდესაც დამთვალ სამსახურებდა და თანასკედავდა, გამოვიდა იქიდან, ალბათ ტრის რაზმი მიადგა და მოთხოვეს მას, რომ ესწავლება გზა მეფის სასახლისკენ. არჩევანს შეიდგა დელი და ნაცვლად იმისა, რომ მეფის სასახლე მieყვანა ტარი, უფრო შორს წაიყვანა იქიდან და მისცა დროს საშუალება მეფეს, რომ ის გაიგო ამბავი მტრის ფარულად შემოსვლისა მის ქვეყანაში და თავში საფარი ძლიერი ენახა სხვაგან და გადაერჩინა. ანუ ერთი პიროვნების გადარჩენის ზრუნავს დელი თეოდორე, მაგრამ ეს ერთი პიროვნება არის ღვთიეკურთხეული, მირონცხებული მეფე. ერის მეფე არის. და ხედავთ, რაღაც არის ღირებულთა სისტემა მათი ერთი რწმენის, სიყვარულის, თავდადების, მაგრამ თის განგებით ვისა მსახურება მოუწევს და როგორ ასრულება და ასრულებს განგებას მათზე მოწევს ეს უკვე ცალკე პიროვნების
სრულია. ახლა ჩვენ ვახსენეთ, რომ თითქოს საფუძველი აქვს ეს წვენა, მაშინ გავიხსენეთ სახარება თავს გადაგებისას უფალი ეუბნება მოწაფეებს, რომ ნახეთ, რომ ეს ფრინველებიო არც ხნავენ, არც თესავენ, არც იმკიანო და მათ არ აკვდება საზრდო. ანუ ის ამ ქვეყნიური ხორცილი საქმიანობა მოღვაწეობა ადამიანს უწევს ქვეყანაზე, ფიზიკური შრომა. ფილმს არ აქვს. მას არც დაუთესია, არც მოუწყია, არც მოუყვანია და პირდაპირ იღებს ნაყოფს. ანუ მას საზრდოებს უფალი მარტო ისეთი რომ მან იცოცხლოს და მოწმია ღვთის შემოქმედებისა. გარემოსთვის, ადამიანისთვის. და შემდეგ გავზიარებს ამ შედარებას, რომ ნახეთო, ეს ყვავილი ველისაო და შოშანისა მეფის კარზეო, როგორ იმოსებიან მშვენივრად, მაგრამ ვერც ერთი ვერ აღწევს იმ მშვენივრს, რაც ამ ყვავილს გაჩნიაო. მომცეთ არაფერი არც ქსოვდა, არც რთავდა, ამას მოიყვანე და რა მარტო ასე ტიროს ეს ნაჭერი რაღაცა, შემკერილი რაღაცა წესი და მიხეთი და ანუ უფალმა შეამკო ყვავილი ამ მშვენიერებით. აქედან ვთვლით ასე, რომ უფალის უფლს მშვენიერება შეიმოსა და მშვენიერება უფლისა ცხადდება მის შვილებაში. ის ფრინველები სხვადასხვა შეფერილები არიან, სხვადასხვა ჯიში არიან, სხვადასხვა სეზონი აქვს მათ და მოქმედის მოდელები, რომლებიც სამხრეთით მიფრინავენ, წეროები და სხვა თავი იხები და ზოგი პინსის ზამთარში აქ ჩამოდის აქ ბინადრობს შენთან და მე ვუნდება იმ თავისივე ხარეს. რომ ხედავთ სხვადასხვა თქოს ღვაწლი აქვს თეოდორ სტატიელს და თეოდორ უდეოს, მაგრამ ერთნი არიან ღვთის წინაშე მოტემ გვირგვინით და იმ რწმენით და ერთგულებით. ასე რომ დღეს თუ შევადარებთ ღირებთა სისტემას, სრულიად სხვა არის. ზოგი ზურას რომ რაღაცა ლამაზად ჩაიცეს, ზოგი ზურას რაც შეიძლება მეტად გაიხატოს გაშიშლოს სხეული. ნუ ხანდახან გეუხერხულება კიდევაც, რომ გაუფასურდა ეს გარეგნული და შემკობა თითქოს კარგია, რომ ადამიანი გარეგნული სამკაულებით არ სიუს იმოხიბლოს და მოაწონოს, მაგრამ სტანის სისისვლით რას აღძრავს ხორცელებს გაცას და ხორცევნებას. ხო, ან კიდე გააჩნია ვისოგური სხეულია ხოლმე ხანდახან არა ჰარმონიული, არაპროპორციული ნაწილი სხეულის და ანუ ეს ისე ადამიანის გეუნებაც კი არა. რომელიც პირიქით უნდა დაფარონ, ისინი აშიშვლებენ. მაგრამ სამოსელს წმინდა ტეოსი ხედა სხვა მნიშვნელობა ჰქონდა ადამ და ევამ რო შესწოდეს, ხო? ჯერ თვითონ გაიკეთეს შესამოსლები ლეღვის ფოთლებიდან შეკერეს და გაიკეთეს და მე უფალმა შემოსემა სხვა სამოსი. მათ თავიდან ჰქონდა სამოსი ღვთის მადლის ნათელი სამოსი, რომელიც სხეული აი სხეულებით აი ფორმით არ აღიქმებოდა. მათ როგორც ნათელი ისა და ჰარმონია ქნილებისა შემოქმედისა იყო. ან სხვა ხედვა იყო, სხვა თვალი იყო.
და დაცემის ნიშანია, როდესაც ნივთიერი ხორციელი ფორმები აღიქობს, მაგრამ ეს ფორმებიც მშვენიერია. ჩვენ ახლა ახლა ფრინველები და ყვავილები თუ კი ისინი შემოსა და ადამიანი ნაკლებად შემოსა და განა ის დასემული ცოდი ბუნები თუ შეხედა ბუნებას განა ის არ იყო მშვენიერი როგორ არა მაგრამ მას დააკვდა ის ნათელი ღვთისა მარტო ნივთიერით აი ნივთიერში მშვენიერია უფალი მაგრამ ნივთიერზე მეტი სულიერია მშვენიერება და აი ეს შინაგანი მდგომარეობა და მისი უფალთან მიმართება დამოკიდებული საკუთარ თავთან და თავთან მისიასთან ის არის ამ ქვეყანაზე და აი ამ საუბრის თაზე გადაგებს ყველას რომ იგი ართ საჭრის მიმართ ართ სამოსის მიმართო და დიდ ნოზრუნავთო გეძლევათ ყველაფერი ისეცა მაგრამ ედით პირველად სასწრაფთისა სიმართლესა მის და ყოვლისა შეგიძლიათ თქვენ და აი სოეთი მოწამე თეოდორე ტირონი და ნოდელი თეოდორე ნოტელი მესინსოთ ეძიდნენ სიმართლესა და ამიტომაც გვირგვინი მოწამეებსა შეიპყრეს თქვენ წახან რომ გისმენთ კითხვა გამიშთა ასეთი და შეგეკითხებით აგეკითხებით აი ღმერთმა ხო შექმნა ადამ და ევა და სრული იყვნენ სილამაზეც ავსეიყვნენ ორივე ხო შემდეგ მათი შვილებიც ასევე და აი რატომ მოხდა მერე თანდათან ადამიანების დამახინჯება აი რა მაინტერესებს საიდან წამოვიდა ეს რომ ტელემაყურებელსაც აუხსნათ რომ ცოდვა არის აქ ცოდვა მინესი არა ცოდვა ისიც ნუ შეიძლება მოულოდნელი კითხები ხოლმე მაგრამ წერილში ნათქვამი რომ მზად იყავით მუდამ გასეთ კითხვა როცა გისმენ ანუ როგორ და გასეთ პასუხი შენ გასეთ თუ ითხოვე უფალო გამომიცადე რა საქმე რატო ადამიანი მოიხიბა გარეგნული სილამაზით და უფალმა და ნახაროში გარეგნული სილამაზე არ იყოს ისეთი მშვენიერი ზოგი დანდაბალია არაპოპოსის ხეობებია ზოგი ძალიან მაღალია და ის მსხვილია და ტანით ეს გამხდარია ტანით ნუ სხვადასხვა ფორმები ფეხის ფორმები ან პროპორციების სხეულის ხელებით ან მოკლე თუ გრძელია და კლავები და სახეც კიდე სხვა ანუ შეიძლება სხვადასხვა სახელოსნო და თავარი მათში ერთი არის ეს არის ღვთის ხატება ყველა შეცანიერად არის მოწოდება ღვთის გავსების მიღწევისაგან ყველა საკ მოცემული მაგრამ ყველა არ მიემართება უფლისაკენ თუმცა ნათქვამია წერილში რომ მიახლეთ უფალს და მოგიახლებათ თქვენ ანუ თქვენ შეგიძლიათ აღადგინოთ კავშირი უფალთან დაკარგული ეთოდების გამო თუ ეცდებით მიახლეთ უფალს როგორ ღვთისებებით იცხოვრე ღვთისჯულით იცხოვრე და ნუ იხიბლები გარეგნულით არამედ შინაგანზე უფრო მეტად ამახსოვს ყურადღება და ეს კითხვა რატო ზოგი ასე და ზოგი ისე დაინახოს რომ შეიძლება სხეულს არ ქონდეს ის სილამაზე პროპორციების სხეულს აგებულების ჰარმონია მაგრამ სულით იყოს დიდარი შეიძლება დაიბადოს კულტი ან უსინათლო ან მეტყველება და სმენას მოკლებული მაგრამ სული შეიძლება იყოს ნათელი მასში და მეთავაზობ ნუ ზუსტად რა ის ჭამოდა რა ის სვათო ამასო წარმართები ეძებდა ნუ ზუსტად რა შეიმოსოთო ამასო წარმართები ეძებნა აი ამიტომ სხეულის ფორმებით არც ვიხიბლოთ არც უარყოფითი განვეტყობთ არც გავს ხა ადამიანი
ცოდვა როდესაც ვერ ამჩნევს ადამიანი თავის პროპორციებს და სამოსელს მოდის მიხედვით შეიმოსავს რომ ცრუთ არ უხდება და ასეთ ხას უსვამს მის სხეულის არაპროპორციულობას ისინი რომ გემოვნების უნდა არის ხანდახან დაკარგვეთ იმიტომ რომ ვიტყვე მოდა გახდა თანავე კერპი აი დღეს მოდაში რაც არის ისე უნდა უშევ შეიმოსო ანუ პირიქით განიმოსო და კიდე რაღაცა აქსესუარები უნდა გახდეს და მე უკვე მაგასთან დაკავშირებით ერთი კითხვა მაქვს კიდე აი ეკლესია როგორ უყურებს აი ცხვირს რო იხვრიდავენ ჭიბთან იხვრიდავენ მე ამას აჩერენ კიდე გოლები ხო ენაზე ტუჩზე რამდენად მისაღებია ეს მე სულად გავუგებარი მე ვერ ხსნიო თოთ ეს რომელიღაც თქვათ შენ ტომში ძველი დროიდან შემორჩენილი რაღაცა ნაშთია და ითვლებოდა ესე იგი ან სილამაზის მაჩვენებელი და სიმდიდრის მაჩვენებელი რომ შეიძლება მარგალიტი ქონდეს რომ სხეულზე თათ საყურეებზე გავრცელებული ფორმაა და თქოს აი ყურის საუბრად ფორმას აგვირგვინებს აი ამ საყურების მაგრამ ხანდახან ისეთი საყურების ფორმის არაპროპორციული რომ გიკვირს რა ფუნქციას ასრულებს ყურის პროპორციებსაც ჯვარი ჯვისაკი და მაიცი ზოგიერთ ან ფართო და დიდები და სხვადასხვა ფორმები მაგრამ ისე რომ მათ თავის სხეულის პროპორციების შესაბამის სამკაულს ვერ იპოვეს. არის თვალსი საცემი ვიღაცისთვის, რომ აი ყურადღება მიიღოს ვიღაცისგან, რომ ახე, ხო, აი გავაკვირე ჩემი საყურები. და მე რა ჩაიარდე, გაკვირებულს გაიარა. ან შეიძლება დაგცინა ვიღაცამ, ან განვიკითხა რომ ვერც ხედავს თავისას სადაში არის მაგრამ ეს სხვა პრობლემაა რომ რაზე არის ორიენტირებული ადამიანის გონება აი ამ გარეგნულობით სამოსლით იქნება თუ ჭამის წესით იქნება თუ სამკაულების მორთვით აი თქვენ ახსენეთ რომ წყლის ინესტოებთან იკეთებენ აქ წარბზე იკეთებენ რომ შეხედავ შეგზარავს ხო ტუჩზე იკეთებენ მინახავს ზოგს ენაზე კი მაგრამ როგორ ჭამეთ კიდე და რა ჭამეს მოიხსნი მე ისე ვიკეთებ რა ვიკეთებ რა გინდა ეს არის შიმშილი იმ ნამდვილ დაკარგული მშვენიერების გამო და უნდა ეს მშვენიერება გამოხატოს ნივთიერი რაღაცა ფორმებით. მე ეს მაშინ დროში საუკუნის წინ როდესაც თვათ რიგი ქვეყნებში ველური მდგომარეობიდან ადამიანი ცივილიზებულად თვათ გადადიოდა შეეძლოთ თავისი მოქმედებით სამკაულების კეთება, როგორც ბიბლიაში წერია, რომ ესე იგი კაინის შემოვლობაში იყო ლამექი და მას ყავდა სამი ვაჟი და ერთი ასული და ეს სამი ვაჟი არის განსახიერება ადამიანის მოღვაწეობას. იგი მეცხოველეობას ეწეოდა რაღაცა მწერლის ხელოვნებას და რაღაცა ნივთიერების შექმნა ზოგი მუსიკალურ საყვირებს და ასე და ის მათი და იმკობოდა სამოსლებით, ოსმისის ძმებიებდებიან სამკაულებით და ცეკოდა როკვიდა იმ მუსიკას რომელსაც მოუყვება. ანუ ის ხიბლი ამ სოფლისა კონცენტრირდა ცოტა აი ამ სამი ძმის ანუ სამი მიმართულებით ხელოვნების საქმის განვითარებისა და თავში ხრის მე ესეთიკურად ცეკვაში და სიმღერაში და აი ამ გარეგნულ სამკაულებში იმდება. ანუ მაშინ ალბათ მაგრამ დღეს ამის შესრულება ნიშნავს რომ ადამიანი კიდევ უფრო მეტად დაშორდა. როდესაც
წიგნიერად თითქოს და მეცნიერულად განათლებული განვითარებული საზოგადოება და ხდება დაბრუნება იმ ძველი წარმართული მდგომარეობის თქვენ რადგან ამ საკითხს შევეხეთ, ესეც ამას მიემბის და ეხება და დღეს ბევრი ადამიანი ტატუებს იკეთებენ და აი ამაზეც რო ვთქვათ, საიდან მოდის, რატო იკეთებენ, რას ნიშნავს ეგ საერთოდ? ხა ტატუს იკეთებდნენ, მე არ მახსოვს რომ ქალები იკეთებდნენ ტატუს და მამაკაცები ანუ სხეული შიშველი ჰქონდა და ხშირად ამას ჰქონდა ორი ფუნქცია. ან ბოროტი ძალების განდევნის რო არ შეეხებოდა მას, ან კიდევ მტრის შესაშინებლად. და ეხლა სულიად აზრს მოკლებული არის ეს ვინც აკეთებს ტატუს და იმის კომერციაა. ეს შეიძლება გავიგოთ, მაგრამ ვინც იკეთებს, თქვათ უნდა რომ გამშვენოს სხეული და თქვათ კლავზე, ან ზემოთ ხარზე, ან ბეჭზე, ან მკერდზე გამოხატავს ხან რამეც რაიმე გაურკვეველ არსებას ცხოველურ რაღაცა ბუნების მატარებელ არსებას გამოხატავს. ხანდახან ვერც მიხდები ზუსტად არის იმდენად მთელი სხეული არის აი ამ ტატუში დაფარული, რომ შინაარსი ნეოს გასაგებია ხა და ყურების დროს არის ჩვენ ჩაიარეს და ინახე მოკლე თვალი და აიტომ ფიქრობ ეს რეალიზება ადამიანის იმ უკმაყოფილების ნაცვლად რაღაც შინაარსი დატვირთვა ცხოვრების. აი შინაარსი სულ უშინაარსო რო არის, ამას კი ვერ ხდებიან. და რადგან ახლა ტატუ გახდა ესეთი მიმზიდველი, ერთი ბიზნესით განვითარდა და მეორე უფრო მეტად გამოიხატა აზრს მოკლებული ცხოვრების ახალი შინაარსით შევსების სურვილი. შემოქმედებით ნიჭი ადამიანისა მიმართა აი ამ არაფრის თქმელ, არის მომცემელ აი შემკობებს. როდესაც ჩვენ აშენებთ ნაგებობას, ხო, ტაძარი იქნება, სასახლე იქნება და ჩუქურთმებით შეამკობ ორნამენტებით, ამასაც გასაგებია რომ კიდე შენ ქვა გააცოცხლო და ცოცხალის სხეული შენ კიდე სილამაზე მისცემ. იმაზე მეტი სილამაზე მისცემ ვერ გააჩნია? იმაზე მეტი შინაარსი შენ სულს გააჩნია? ღვთის ხატები შენ შექმნილი ხარ და მოწოლ ღვთის გავსებისაკენ. ხო. და ეს აი ჩვენი ეპოქის მაჩვენებელი, იმიტომ რომ როდის დაიწყეს ეს სტატუს კეთება. ზოგ ქვეყანაში დიდი ხნის ისტორია და ტრადიცია იყო მათი ეს. ზოგი ველური ეპოქიდან შემორჩა სადღაც, მაგრამ ჩვენ დროში მაჩვენებელი ამ დროის ბუნების და ხასიათის როგორიც არის. გამოფიტული სულიერად. და ორიენტირებული რატო მიწიარზე და ხორცილონზე. აი ეს შეიძლება იხსნას ეს. თქვენ საქართველოში ეს ხომ არ იყო ჩვენ წინაპრებს ეს არ ქონდათ, არ ეკეთებდნენ, არ ატარებდნენ ტატუს, ეს უფრო ველურ ქვეყნებში იყო, წარმართულ ქვეყნებში იყო და იქიდან მოდიოდა ეს ყველაფერი და ვერც ატარებდა, იმიტომ რომ დედაკაცის კი არა, მამა შიშიშვილის გამოჩენს კი არ სიცხეთ ითვლებოდა. სამოსი იყო დაფარული მისი მკლავი, სულ და თუ გამოჩენდა თუ გაიხსენ ჩვენ არსენე მარაბდელის რომანი გახსოვთ თქვენ, იქ რათა დააშავა გლეხმა, ხო? და იქ რუსი ოფიცერი სჯის და წელამდე გააშიშლა კაციო, საჯაროთო და სამარცხენო იყო ესო. იმდენად ისე მათახი დააწეს ისე კი არ ეტკინა რომ აი საჯაროდ განმოსილი დააყენეს. არ მარტო წელზევით იყო შიშველი განასხვავა მე და ამდენით ლებოდა შიშველი გამოჩენა
ეს სამარცხინო იყო რა. და ეს საკულტურაა. სიშიშლე ცოდი დაცემული ბუნების მაჩვენებელია და ცდილობა შემოსო რომ ეს შინ დაცემულობის სიცხვილე დაფარო ხასით გარეგნული სამოსით ეხლა ჩვენ განიმოსები ეხლა როგორ ხდება ხო თითქოს იგნორირებს უკეთებ მე ესეთი ვარ მაგრამ აშიშლებ შენ შინაგან მდგომარეობასაც თუმცა მე ვიტყვი გაჩნია აი ესეთი მოღვაწე იყო ინდოეთში მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში რამაკრიშნა და ცნობილი ინდოეთის პოეტი ფილოსოფოსი და რელიგიური მოღვაწე რაბინდრანათ თაგორი და რამაკრიშნა იყო უწიგნური ადამიანი მაგრამ მეტად ზით მან მიიღო საერთოდ ხილვებს უმაღლეს სფეროებში და ასე უნდა შეემეცნოს სამყარო სანამ არ მივიდა ქრისტემდე და მიხვდა რომ ეს მისთვის მიუწვდომელი სიმაღლე არის და ეს რაბინდრანათ თაგორმა მოიდო მისი გაცნობა და დაპატიჟა თავისთან რაბინდრანათი თავისი სამოსით როგორც აქვთ კულტურული ინდიელებს თავიდან ფეხებამდე რომ შემოსილია შეხვდა და რამაკრიშნა მოვიდა თითქმის შიშველი და წელზე ქონდა შემორტყმული პატარა თანაჭერი და ასე ისაუბრეს თაგორი იყო გაოცებული სიღრმე მისი შემეცნებისა რამაკრიშნის ახასიათებს რომ ინდუისტურ ფილოსოფიის და რელიგიის კუთხით და მე გადიოდა მის სახლიდან რამაკრიშნა თაგორმა დაპატიჟა ამბობდნენ რომ ჩემი დაბადების დღეა და ჩემი ახლობლები მოვლენო და გამიხარდება მოდიო შენ ჩემთან მოდიო და თოთე სიტყვი მექნება რა ცოტა შეიმოსე და ისე მოდიო რამაკრიშნა შეხედა გაუღიმა და წავიდა პასუხი არ გასა და აღარ მივიდა თუ შენ დარწმუნდი რომ არა შენზე ნაკლები სიბრძნე მეტი თუ არ გამაჩნია მე და შემეცნება რაღაცის სამყაროსი შენ ხა მასალი მე როგორ შემოსო როგორ არ შემოსო ან შედის გარეგნული სამოსი მეტი აღმოჩნდა იმ სიბრძნეს რომელიც ჩვენ ვისაუბრეთ და აი ასე აღმოჩნდა რომ ის უფრო განათლებული ვიდრე თაგორი მაგრამ იდეა რომ მისი შიშიშვლე იქ ბუნების პირობებით არის გამომწვეული და მაშინ ჩვენ დიოგენის შევიგავიხსენოთ ხო ის ალექსანდრე მაკედონის დროშა იყო და კასხში რო იყო და ისიც ნახევ შიშველი იყო ხო და ეს სხვა შიშიშვლეა სხეულის როცა ამ ქვეყნიურისგან შენ შორს ხარ უკვე დასული და ეძიებ იმ სულიერს მაგრამ მიახცე თუ არა ეგ საკითხავია მარიამ ეგვიპტელი რო ავიღოთ ხო თქვენ მოგება ხა რეკლამის დროა და შემდეგ გავაგრძელოთ ჩვენი საუბარი მიიღე საჩუქრად ახალი გატესტე სელფის გამჯობესებული ქსელი სრულიად უფასოდ მიიღე საჩუქრად ახალი ნომერი ერთკვირიან ყველაფერი ულიმიტო პაკეტთან ერთად ეწვიე სელფი წერტილი ჯის ან ჩვენს ნებისმიერ ფილიალს მთელი საქართველოს მასშტაბით შეთავაზება ძალაშია 1 ივლისამდე მე ფერამიდა რო გითხოთ ახლა აქ არის ასეთი კითხვა საკმარისია თუ არა წელიწადში ერთხელ ზიარება ეს დროის საზომით არ განსაზღვრება თინდა ჩვენ ვახსენეთ პირად საუბარში
ღირსი დედა მარიამ ეგვიპტელი. დიახ. 17 წელი ისებდოდა სიძვის ეშმაკს დაეუფლა მის ხელს ახალგაზრდობაში, განთავისუფლდა მისგან. და მას შემოიდარსა სამოსი უდაბნოში და ფაქტობრივად ის შიშველი იყო იქ. და ეს კითხვა რამდენჯერ ერთ-ერთ ზიარება თუ საკმარისი ხო? და აი ამ 17 წელი იყო და მერე განთავისუფლდა და გავწყინდა მერე მოვიდა ბერიოზოსიმე. და მე მოხდა ზიარება, ანუ თითქმის 40 წელი და უზიარებელი იყო. არის ზიარება ისაა ჩვენ ტანდარში, მასულა არის ზიარება სულით. აი მლოცვითი მოღვაწეობით. ღვთის მადლი დაივანებს შენზე. რა განსხვავება? მადლი ერთია. მაგრამ ერთია მადლი შენი პირადი მოღვაწეობით მიღწეული ღვთის წინაშე, მეორე მადლი რომ შენ გეძლევა ღვთისწყალობით, საიდუმლო სერობის განამოციქული არ იყო გაბწყინებულები, მაგრამ უფალმა მისცა ყველა მოწმე ადამიანისათვის ეს საშუალება რომ საიდუმლო სერობაზე ყოფილიყო უფალთან ერთად და მიიღოთ მადლი რის გამო? რომ თანაზიარნი ქრისტეს ჯვარცმისა და მისი გვერდით ადგომისა. და არა შემთხვევით არის რომ ზიარების ლოცვაში, ერთ-ერთ ლოცვაში პირდაპირ თქვამია რომ არა ამბობს გიყო ვითარც იუდამა. ასეთ ავაჟაკი აგერებს შენ. ანუ გოლგოთის გახსენება რომ აი იუდა რომ მოწაფე იყო და ავაჟაკი რომ ავაჟაკი იყო. ფილიპ ავაჟაკმა ირწმუნს და მოწაფემ არა მარტო უარყოს, არამედ გასცეს კიდევ თუ იყოს მოღალატე. ასე რომ რამდენჯერ ზიარობს თეთრში ეს დამოკიდებულია წმენის და სინანულის საკითხზე ადამიანის რაოდენობა. ნუ თუ ვინდა ვიცოდეთ მაშინ თქვათ რამდენი საკმარისი რაოდენობა საკმარისი არაფრით არ არის. თავარი არის შენი წმენა, შენი უფლის სიყვარული, შენი თავდაპირველი სინანული. სიყვარული. აი, მარიამ ეგვიპტელის მაგალითი და შენ გაგყოლ კვირას ამის საშუალება გაგყოლ კვირა რამდენჯერმე შეიძლება იზიარო, მაგრამ რაოდენობა არ განსაზღვრავს მადლის ოდენობას. მადლის წმენა და სინანული სიყვარულიდან მოდის და მაგრამ შეიძლება შენ სულ გინდა ამ სიყვარულში იყო, უფლის სიყვარულში. კი, მაგრამ მაშინ საქმეებითაც შეიძლება იყო. მარტო ანუ მოსასაკ თავის ხიბლი და აი ეს ყოველ კვირას ეზიარება. კვირაში სამჯერ ეზიარება, სავალდებულოდ არა? და მე გეტყვი შენ დღეში როგორ თუ თავფალმა მოწაფის კითხოს რამდენჯერ უნდა ვაპატიო ჩემს ძმასო, ხო? 7 გზისო დღეშიო, არა 67 გზისო. ოსამწოს და მაშინ რა დღეში ამბეჯერ ვეზიარო შენ სინანულით. ამას ხარ გეუბნე უფალი. არა, გააუფასურებთ საიდუმლოს წმინდა ზიარებისა. და უგრეთო. ხო, ზავს და შენ იღვაწე. მარტო ზიარებს საიდუმლოს იმ საიდუმლოზე სერობაზე იუდას იყო. მაგრამ გული მისი შორს განშორებული იყო ღვთისაგან. ასე რომ სანამ შენ დააპირებ ზიარებას, მანამდე გეუბნები განიცადე შენი ცოდვები ღვთის წინაშე, მოდღვის წინაშე. აი, განმეფება. აი, კიდევ რომ შევმატოთ ამ კითხვას ასეთი რაღაცა. აი, სიყვარულს რომ ეხებოდეს ეს და სიყვარულიც არის, რა თქმა უნდა, ზიარება სიყვარულია, უფალთან ერთობა არის, ხო და აი შვილთან რო იყოს, წელიწადში ერთხელ საკმარისია შვილს ვიამბორო ვაკოცო თუ აი რამდენჯერ ვაკოცო შვილს და ვიამბორო, ხო? ასე რომ მიუდგეთ ამას, ხო, წელიწადს ერთხელ გაძლევდა მეუფე, როცა უყვარ შვილი ვერ გაძლევდა და თავარი არის ამისი რომ შეიყვაროს უფალი და ჯეროდოს ზიარების, წმინდა ზიარების და მაშინ ამ კითხვას არ დასვამს. ასეთი ადამიანი, ხო სწორია მეუფე? კი.
რაოდენობთან არ განსაზღვრება ეგა. თავრიად სიყვარულია, ტკბილები მოგიყვარს ხომ მოგენატრება, ხო თქვა მინდა კიდე მომენატრა, ხო და სიარება უნდა გინდოდეს და მაშინ არ იტყვი ამ კითხვას და მეუფე კიდე ასეთი მსგავსი შეკითხვა არის. შეიძლება თუ არა მოძღვართან ერთხელ თქვათ აღსარება, შემდეგ კი რამდენჯერმე აღსარების გარეშე ვეზიაროთ. მაშინ მე კითხავ ზიარების წინ ლოცვების საკითხავს კითხულობს ეს ადამიანი. თითოეული ლოცვა არის აღსარება ღვთის წინაშე. და არის ჩვენ ლოცვაში 12 ლოცვა არის. არის მაგრამ კანონის ნისპირიტოპარები სინანულის სავსე და იქ რეპრეზენტ მიდის გულწინ დამოჩენილ სულწვერგან მე ნუ განმაგდები ისე სურათებს მე ჩემგან ხო აი შენ გაიარე ეს საფეხურები სინანულისა შენი პირადობის განცდისა ითხოვე შენდობა აი ღვთის წინაშე ანუ მონანური მიხვედი უფალთან თუ იმ რაოდენობის გამო მიხედი ხო აი შინაგანზე თუ არა ხარ შენ კონცენტრირებული შენ მდგომარეობაზე მაშინ ასე ყვირილია რაოდენობა შეიძლება პირიქით იყოს შენთვის დამღუპელი რატო ემსგავსები შენ იუდას რომ სინანულის გარეშე ეზიარა განკითხვის სულით ეზიარა და დაიღუპა და როგორ ასმე შევიდა უფალი იგი შევიდა იუდასთან ეშმაკი როგორც კი ხო უფალთან მიიღოს ეს ნაწილი მის გულში შევიდა ეშმაკიო რატომ უფალმა სიყვარული მიმართა იმანკი განკითხით უპასუხეს და მცირებით ცინიკურად ხო კი ახლა ასე შევასრულე წავოდა ეხლა ნახოთ შენ როგორი ხარ თუ სიყვარულობთ და აი მოიყვანა დამრბევი რაზმი ხო ეს კაცთან საოცარი არის ადამიანის შეგმოება და ეს კითხვის მიკვეს ანუ ჩდება ადამიანებს ეს ისეს რომ მათ არ აქვს განცდა თვითაცოდათა აი ლოცვებს კითხულობ თუ კითხულობენ თუ იტყვი რომ ერთხელ წავიდე და მე კვირას ამდენმე ვეზიარე და აუცილებელია ლოცვებს კითხვა ლოცვების კითხვა კი არა ან ლოცვებში შენი სინანული რო გამოხატული შენ განსაცოდათა გაიზიარე გაასობიერე კიდე ითხოვე შენდობა ღვთისაგან კიდე აღიარე აი რა ცოდით ცოდა ღვთისაში თუ ეს არ იყო მაშინ ცარიელი მიხვედი და ცარიელი დარჩები მე უფრო ეგ ისეთი სიტყვებია იმხელა წმინდანები არიან ხო ჩვენი მათ ლოცვებს კითხულობთ ზიარების წინ საკითხებში და ისეთ რაღაცებს იძახიან მის თავზე მაგალითად წარმოდგენაც არა მაქვს და აი ჩვენ რო ჩვენი თავი მართალი გონია და უცოდველი გონია ამიტომ არც ლოცვა გვეცხება გულზე და არც ის ლოცვის წაკითხვა გვინდება ჩვენ ეს არ გვეხება ჩვენ ასე ფიქრობთ და ამიტომ არიან ამ დღეში მე ეს ლოცვა მე მეხმარება ჩემი თავის დანახვაში დიახ ჩემი მდგომარეობის დანახვაში და თუ მე ჩემ თავში ჩახედვა არ მინდა მაშინ როგორ მივიდე უფალთან რას ვიტყვი არ მესმის თორე კვირაში ერთხელ დაწერე შეერთել კი არა ვიდა მოთქვა საქმეებში რობოტერია ყოველ დღე ეზიარებოდნენ ისინი პური განტეხას ასე დაეკრიბებოდნენ იქ იყო სიყვარული იყო მადლი იყო სიხარული ერთობის უფალთან მაგრამ ეს განსხვავებული პერიოდია და დგება ჟამი და იწყება მეტი სინანული მეტი თავდაბლობა მეტი ლოცვა მარხო მე თქვენ ქადაგებას უსმენთ გვრის ქადაგებას ტაძარში რომ ბაგრატის ტაძარში რომ ქადაგებით და იქ თქვენ ახსენეთ რომ უფალმა უთხრა თუ თქვენაც არ გინდა წადით მოწაფეებს რო უთხრა კი პეტროს ქულო კითხა რომ ეს ძალიან ისეთი ფიცხი სიტყვა უთხარი ამათ ვის რომ თქვენო სასწაული კერიხიოთ არა ჭამეთო პური და გაძეხითო ამიტომ მეძეთ თქვენ მუქთად ჭამა გინდათო მე ის არა
ზარიული და ოთხი ეს სიბიზნეს ვერ ჩაძდნენ ესე მაგრამ ჭამაზე ფიქრობ უფალი ვერ შეიცარით წყალობა ღვთისა ვერ შეიცარით რომ შეეწყალა ეს მშიერები იყო და გამოჩეხ თავებზე რომ აი თუ არაფერზე ამხელ სამყარო შექმნა პური შექმნას არა პრობლემა მithom ეს ახლა ითით რომ არის ტექნოლოგიები და ნივთიერის წარმოებაში და ნავთად ესეთი ხელოვნური მინერალების შექმნა შეუძლიათ კი და რამერე ადამიანს თუ არ უნდა ტაძარში არც თulis შეიძლება ასე უცებ რაღაცაზე გული მოუვიდეს და საერთოდ წავიდეს ტაძრიდან და აღმოჩნდება რომ ის სიყვარული ის ერთობა რომელსაც იფიცებდა და ამბობდა მე თქვენ ძალიან მიყვარხართ სულიერ დებოძმო ძალიან მიყვარხართ უცებ საბნის ბუშტივით გასკდება და აღმოჩნდება რომ არ არსებობს ის სიყვარული ნუ გაგონიათ შეგვარი მაგრამ უფრო მეტი აღმოჩნდება ეს ამხელნიური რაღაცა ღირებულებები და მაშინ ავიწყდება ეს სიყვარული ან გაკითხოში ან ბოდო განწყობილი ან შურის ძიება და სად არის სიყვარული თქვენ ვარიანტი შეკითხვა კიდე როგორ ვებრძოლოთ მრისხანების ცოდვას ხო ეს რთული ამარის ამ რეცეპტი თუ არსებობს რაღაც რეცეპტები არსებობს შესაძლებელია მაგრამ რეცეპტებით სწორედ გამოყენება უნდა ხდებოდეს როგორ ჯერ დააკვირდი რა შემთხვევაში მრისხანებ შენ რა იწვევს შენ მრისხანებას შეიძლება რომ ისე არის როგორც მე მინდა ხო ან სადაც მე ჩხარება და ეხლა რა მაგის დროა და ჩამარცივდით ეხლა გამონებით თავი ხო უდრო დროშას ხდება შენთვის და ანუ ამ ყოველფერე შენი მეუბა თუ მეუბა მაშინ მეუბას ვდებდო მაგრამ რა შენ დროშაზე სივრცეში ხარ ეხლა აქ ხარ მეყო იქ ეხლა ამ დროს შენ რაღაცას მოკეთდა ამ დროს ეს დრო რაღაცას ხომ დაიკავა ირღო შენი ის რიტმი შინაგანი რომელიც შენი სუბიექტური გეგმებით თუ მოსაზრებით არის და არა ღვთის ჯანგებით როგორ არის აი ეხლა შენ ეს გინდოდა მაგრამ შენ გეძლება სხვა რამე ეხლა ესა გასაკეთებ და შენ გასაკეთებ მაგალითად შეიძლება სახარებაში არაერთი მაგალითად იმის რომ ნავით მოწაფეთან გალდის თვაზე მიწვოდნენ და ქარი იყო და ღელვადი და მათ ხო შეძინაო და შეშიდნენ რომ შეიძლება დავინთხათ ამ თვაშიო ტელეფონი ტალღებშიო და გააღვიძეს გვიშველი რამე და ისი შეგეშინდა თქვენ ცირად მორწმუნენო ადგა და მიმართა ზღვას და ქარს და ჩაწყდა გაუკვირდა ქარი და ეს ღელვა ემორჩილება მას რას სიმშვიდეს ესე იგი უფლის სიმშვიდე დააღვიძეს არ ეუბნება მათ რას მაღვიძებს არა ილოცე და გაიქს არა შევიდა მათ მდგომარეობაში მათ შეეშინდათ მათ ჭირდებათ ეხლა შეწევნა დახმარება კი უთხრა ვისე შეგეშინდათო თუ ჩემი იმედი გაქვთ მაშინ რას გეშინდა თუ შეგეშინდა ჩემი იმედი არ გაქვთ მაშინ რას მაღვიძებთ მაგრამ ხადე ეს წერილში მარტო ესეთი ზედაპიროსი განმარტებით ჩვენ ვერ გავიგეთ წერილს რა რომ ის ზღვა არის ცხოვრება ეს ნავი არ ეკლესია ეს მოწყულები მორწმუნეები და უფალი
და ხშირად ჩვენ ვერ ვზობთ რომ უფალი ჩვენ შორის არის აგონია რომ დავავიწყით უფალს და ჩვენ რომ ისეთ საქმეებში ჩართული აღარ გვახსოვს უფალი და აი ამ დროს ხდება განსასწრებელი როგორ დავძლიოთ ჩვენი მრისხანება აი როგორც უფალმა სხვებისთვის იზრუნა შეგეშინდათ პრისი შეგეშინდათ აი გაუფასურა მათი შიში კი არ აყვედრა ორი შეგეშინდათო თვით მორწმუნენ ხარ ხო მაგრამ ნუ შიშცა იქვე შეასრულა და დამშვიდა რა არის თქვენ გარეგნული ნებათაღელური შეგეშინათ ხო რომელია ხო დღის ცხოვრება შეიძლება იყოს ნებათაღელური რაღაცა სამსახურში რაღაცა მოხდა სამში თქვათ უნდა წასულიყო თეატრში და უბრალოდ მილი გასკდა წალის და ვერ ვიდიხარ თეატრში და იწყევლები ვის წყევლით მიესწევლის წყალწევლის თუ ცივილიზაციას თუ ხო აი ხანდახან შენ თავს გაგიცინება და აი რას ბრაზდები ერთი მახსენდება ხოლმე ამ დროს ერთ ბერს სვაწუხებდა ძმების რასაც სიტყვები ხმაური ლაპარაკი და გაგიცხოში ვარდებოდა ეშლებოდა ლოცვაში და ხოვა წინამძღოლს მოსეს რომ გავალო ცოტა მონასტერი მოშორებითო და დავეყუდებიო რა მარტო განმარტოება მინდაო და დიახ ხარი ძადია ავიდა და დაისვენა ესე იგი არავინ ხმაურობს არავინ ლაპარაკობს არავინ მოძრაობს თვითონ არის და ილოცა ერთი საათი ილოცა კიდე ილოცა ერთი დღე ილოცა სამი დღე გავიდა და ნუ და რაღაცა ხანდახან საჭმელს იმზადებს ხოლმე თავის მცირეს და ეტარებაშია ეხლა ამბანდუღა წყალი თავის აი ამ ჩაიდან იყო თუ ქვაბი იყო ცეცხლზე და რაღაც უნდა მოეხარშა და აიღო დავიწერო ცეცხლი იდგა ეს ქვაბი აიღო ხელთ გადააგდო და დაეწო ხელთ და გააგდო ქვაბი და დუღა დაესხა და გამწარებულა ქვაბს ფერხი კრა და გადააგდო და კიდე მიახოლა სიტყვები და მე ქვაბი რა შუაშია და მიხვდა რომ ძმებთან უთანხმოებას იწოდა თვითონ მისი შინაგანი მდგომარეობა და არა ის რომ ძმები ხმაურობდნენ და რა ლაპარაკობდნენ ზედმეტად ხო აი ეს ხო ქვაბი ანუ მე ვერ გავიხსენე ეს ცეცხლი და ცხელია მე არ გაუფრთხილდი ამას და ის მის ბრალია ეს ჩემი ბრალია მე რომ ჩემ შინაგან სიმყუდროების სიფშეს მე არ უფრთხილდები და როგორ დავუფრთხილდე შეიძლება დაიწყოს ეს მოძრაობა ამ გაბრაზების და აქვე გაჩნდეს სინანული განსაცდელისა რომ რასაკეთებ ეხლა შენ ვიღაც გული დაადგინა გაჩერდი შენ და მოითხოვე უფალო შემიწყალე იესოს ქრისტეს შემიწყალე ცოდვილი დააწყნარა ეს ნებათა ხელვა ის ზღვისა უფალმა უთხრა უთოდა გააჩერა უფალს მიმართე შემიწყალე უფალო შემინდე და დავშვიდები აი ჩვენ შინაგანი ეს ცხოვრება რო გვაკლია ამიტომაც მე ვარდებით ჩვენში უნდა მოვიპოვოთ სიმშვიდე და ყველაფერი გარეთ დამშვიდება მაგრამ მადლობა მეფე თქვენ ბოლო კითხვა გვექნება მეფე დღევანდელ გადაცემაში ახლა და არის ორი ადამიანი ცოლ-ქმარი მეფე ცოლი სულ ქმარს ყველაფერს უკეთებს როგორც ახლა მიღებულია ცოლმა ქმარს მიხედოს მოემსახუროს და ეს მამაკაცი ეს ქმარი სულ უკმაყოფილოა მამაკაცი უფრო ჯანმრთელია ვიდრე დედაკაცი აი დედაკაცი სულავად არის და ის კითხვას მეც იკეთებს აკეთებს ვიდრე ეს მაგრამ რატოა ის სულავად და რატო ხდება სულ ამ მდგომარეობაში რა სულ რაღაც აწუხებს ან და ქმარი ცოტა უგულისხმოა მის მიმართ თუ როგორ ხო რა ვიცი ცოტა ალბათ ხო დიდათ არ აქვს ეს ყურადღებას ხო ნუ მაგრამ ეს რატო უნდყოფობსო ეს უკეთილია ბევრად სიკეთეს აკეთებსო ავატყობ ქრიმის გადასარჩენად ქმარმა ყურადღება მიაქციეს მას შენ ლოცულობ ხო ესე იგი შენი ლოცვა
პირიქს მურა ღიზიანებს რა და მოსვენ და მის სხვა ტელევიზორში ჩართავს ან ფეხბურთს უყურებს რაღაცა მოიცა ქალური ხა თხარ კი მოგაზე ცოტა მოიცა რა ეხა ეს მომენტი ესეთ რომ მისი ავტოფობა თუ მასში გულისხმობს აღვივებს თუ არ იღვიდებს ეს წყალობა და ზრუნვა ვისთვის ვინ შენი ერთგული იყო ამ წლების მანძილზე ვეღარ გახსოვს ასე შენში სიყვარული გახმა მოწყალები გახმა ალბათ ქმარი არის ცოლი კი არა ცოლის ავადმყოფობა ქმრის განკურნების საკითხად მიმართული ეს ხის განგებაა ამიტომ ნურს დედაკაცი განეკითხავს რომ რატომ მე ვარ ავად ეს კითხე ხო რატო ესა ნურს კიდე ის ღიზიანდება რომ მეძახის ცოლი მომხედე რაღაცა მომიტაი გამიკეთე ესა და პირიქით უნდა უხაროდეს ეს საშუალება სიყოთ უპასუხოს მას იმ შრომის ღვაწლად მან მეუღლემ როგორც მეუღლემ გასწია წლების მანძილზე ერთმანს და მეორემაც კი ანუ სიყოთ უნდა იზარდებოდეს თქვენ შორის უფრო მეტი გულისხმიერება ერთმანეთის მიმართ რა ვქოთ აქ ასაკოვანზეა უფრო ლაპარაკი ხალხასტები ასაკოვანი აქ და ხო მით უმეტეს ასაკოვანი და ასაკოვანაცია უფრო იცვლება უკან და იმას არც მოკითხება მე ბევრი კაცია უფრო მეტად ერთმანეთის მიჯაჭვურები არიან ხოლმე და ნუ გააჩნია ადამიანებს თქვენ მოგება ჩვენი დროც ამოიწურა დიდი მადლობა რომ მობრძანდით გადაცემაში მიიღეთ მონაწილეობა ყოველთვის გვიხარია თქვენი მობრძანება თქვენი მოგება ეხლა კი დავამშვიდობთ ჩვენ ტელემაყურებლებს თქვენი მოგება და მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით ერთმანეთს